ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. დღეს რუსთავი 2-ზე დებატები იწყება. პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის ფორმატი ბრუნდება. მაყურებელი ერთ სივრცეში განსხვავებულ პოზიციებს და არგუმენტებს 22 საათზე მოისმენს. პირველი გადაცემის თემა იქნება ცვლილებები გრანტების კანონში. ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გახარიას გუნდი სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტია გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მზად არის საჯარო დისკუსიისთვის, იქვე საუბრობს წინა პირობებზე, რომ დებატებში მხოლოდ მათთვის მისაღები პირობები ჩაერთვება. კეთი ზანთარაია პირდაპირ ეთერში ის თემას განავრცობს, გისმენთ კეთი. გიორგი გახარიას გუნდის წევრების უარის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა მოვისმინეთ არაერთი შეფასება როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. გირჩი არის ერთ-ერთი პარტია, რომელიც დღეს ორგანიზებულ დებატებში მიიღებს მონაწილეობას. იაგო ხვიჩიას განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრების პოზიცია მისთვის უფრო ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ძალა ნელ-ნელა გადის პოლიტიკიდან, ვიდრე იმას, რომ ისინი აქტიურ პოლიტიკურ რეჟიმში არიან. ვინაიდან იაგო ხვიჩიას განცხადებით, პირდაპირ ეთერში სატელევიზიო დებატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საკუთარ ამომრჩეველს და ზოგადად საზოგადოებას პოზიციები წარუდგინოს სწორედ პირდაპირ ეთერში და კონდეს დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტთან. რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას გუნდის წევრებს. ისინი დღეს მთელი დღის განმავლობაში არიან ახსნა-განმარტების რეჟიმში, მას შემდეგ რაც უარი განაცხადეს რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე. ჯერ პოლიტიკური განცხადებით, შემდეგ უკვე თავად გიორგი შარაშიძე მედიასთან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი პირობა არის უცვლელი და ისინი პოლიტიკურ დისკუსიაში და ღია ეთერში დებატებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პირისპირ დასხდებიან მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. არ არის ეს დებატი, მე მაგას ვამბობ. ეს არის პანელური დისკუსია. იმიტომ რომ ვერც წარმოგვედგინა, რომ ამ ფორმატზე იქნებოდა საუბარი. ყველაფერი წარმოგვედგინა, მაგრამ აი ესეთი ფორმატიც ვერ წარმოგვედგინა რა. ანუ დებატს, პანელურ დისკუსიას თუ ოცნება დებატად გაასწრებდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა და ამიტომ თარაბარი დრო ექნება, მაგრამ დებატის თავარი არსი ის არის, რომ შენ ოპონირება პირდაპირ ეთერში, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში შეგეძლოს ოპონირება შენს ოპონენტთან და შეუძლებელია 7 კაციანი დებატი, როდესაც ყველას თავისი გამოყოფილი ფიქსირებული დრო აქვს, ხო? რა შეუკვეთე, რა ჩამოვიდა არის ეს სინამდვილეში. ერთ-ერთზე ნებისმიერ ტელევიზიაში მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე ვედებატოთ ოცნებას. მე არ მესმის პარლამენტში თუ შევიდა პარტია დებატებში ის რატო არ მონაწილეობს და აქედან გამომდინარე ვინაიდან ვიცი რომ ბატონი გახარია გერმანიაში ექსპერტობით არის დაკავებული, ჩავთვალე რომ უბრალოდ პოლიტიკიდან გაწევით არიან ამ წუთას ისინი ცნობილები და არა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით. ბატონი ვიძინა დამიჯდეს და მას დაველაპარაკები, ეს არასერიოზულია. ბატონი ვიძინას სახელით გელაპარაკება ამ დებატებში ვიღაცები, ამიტომ ჩემი აზრით თუ რამის თქმა გინდა ამ ფორმატით შესაძლებელია. პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე უარი არ გაკვირვებიათ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს. ქართული ოცნების დეპუტატები აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ნელ-ნელა უერთდებიან იმ პოლიტიკურ ძალებს და ჯგუფებს და მათ რიგებში ცდილობენ გადანაცვლებას, რომლებსაც ისინი რადიკალებს უწოდებენ და მთავარი, რასაც დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, არის ის, რომ ეს უარი რეალურად ნიშნავს გაქცევას დებატებიდან. ჩვენ თავისთავად გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრინციპი არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე ასაკრძალი პარტიები და მათ წარმომადგენლები ფიქრობ, რომ არ უნდა იღებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას, მათ გარდა ასევე შესაძლოა გარადიკალდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები თუ წარმომადგენლები. თქვენ ახლა ერთი კონკრეტული გვარი ახსენეთ, თუმცა თავისთავად არ გამოვრიცხავთ, რომ იქნებიან პოლიტიკოსები, იქნებიან რადიკალები, ვინც შეუშინდებიან ამ დებატებს. გახარიას პარტიას მე მაინც ვფიქრობ, რომ ის შლეითი მოსდევს, რომელსაც ქვია ნაცმოძრაობასთან ინტენსიური თანამშრომლობა. ვფიქრობ, წარმატებული არ არის ჩემი ეს ცდელობა ამ ნიშის მოპოვების, ამ ნიშაში ადგილის დამკვიდრებით და აქედან გამომდინარე არც დებატებისთვის არიან მზად, მით უმეტეს რომ ინსტრუქცია, რომელიც გარედან შემოდის,
არ ითვალისწინებს სახელმწიფო სტრუქტურებთან თუნდაც ამ დებატების ფორმატში შეშლას. პოლიტიკური დებატები დღეს დაიწყება რუსთავი 2-ის ეთერში 22 საათზე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების პოზიცია მოისმინოს ამ შემთხვევაში კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ჩვენი არხი აძლევს მაყურებელს შესაძლებლობას რომ კვირაში ერთხელ სწორედ ჩვენი არხიდან მიიღოს ინფორმაცია და გაეცნოს პოლიტიკური ოპონენტების განსხვავებულ მოსაზრებებს. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში. ცვლილებებია კიდევ 6 კანონში, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ. წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი, ზუსტდება გრანტების განმარტება. ანუკა ბუავა გაგაცნობს კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ანუკა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ იურიდიულ კომიტეტზე ამ წუთებში თავად კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს არჩილ გორდულაძე. ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრა მიზნებზე და ასევე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ცვლილება ეხება 7 კანონს, როგორც თქვენც აღნიშნეთ. მთავარი მიზანი კი ამ ცვლილებების არის ის, რომ დაცული იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, ასევე მაქსიმალურად შეიზღუდოს და საერთოდ გაუქმდეს უცხოური დაფინანსება საქართველოში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები და მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, გარკვეული გზებით მაინც შემოდიოდა საქართველოში და აქტიურობდნენ განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებული იყვნენ სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებით საქართველოში. შესაბამისად, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მთავარი მიზანი და ამ ცვლილებების შემოღების აუცილებლობა მას შემდეგაც დადგა, რაც ევროპელი ბიუროკრატები, მათ შორის მარტა კოსი აქტიურად საუბრობდა იმ გზებზე, თუ როგორ უნდა შემოეტანათ საქართველოში და გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფული იმისთვის, რომ მომხდარიყო კონკრეტული აქტივობების დაფინანსება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მხრივ უფრო ცხადი იქნება კანონი და კიდევ უფრო მკაცრი, მათ შორის გრანტების კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პირის მხრიდან ნებისმიერი პირისთვის ფულის გადაცემა ჩაითვლება გრანტად და შესაბამისად უნდა ჰქონდეს ამ გადაცემასაც კონკრეტული მიზანი და უნდა იყოს ერთგვარი პოლიტიკური მიზანი, თუ კი სურს კონკრეტულ ადამიანს, რომ გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფზე, როგორც განმარტავენ მმართველი გუნდის წევრები. ასევე ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პარტიებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურობენ ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის მმართველი გუნდი განმარტავს იმას, რომ კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთ არის მაგალითად რეგისტრირებული, მისი ფილიალი კი საქართველოში არის, მას მოუწევს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ორგანიზაცია დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით. და ასევე შეზღუდვა ეხება იმ პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში ხელშეკრულებით და რომლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება და ასევე სამეწარმეო საქმიანობა რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. თუმცა ეს ეხება იურიდიულ სამეწარმეო საქმიანობას, როგორც სახელმწიფო გუნდში განმარტავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებითაც, რომელსაც ავრცელებენ ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა და განმარტა ისიც, რომ ამ კამპანიის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად გაუმჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, მათ შორის მათი მხრიდან. მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ამავდროულად ისეთი თანხების, ისეთი სახსრების შემოძინება საქართველოში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან გამოიყენება
პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად გვახსოვს ალბათონი მარტაკოსის განცხადება, რომელიც გახლავთ ევროკომისარი, გვახსოვს ამავდროულად ევროკავშირის წარმომადგენლის ბატონი ჰერშინსკის განცხადებებს, რომელიც თავისი შინაარსით აბსოლუტურად იდენტურია, რომლებიც საუბრობენ, რომ არსებობს მილიონობით თანხები გამოყოფილი და ეძებენ კანონმდებლობის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში დააფინანსონ ის ადამიანები, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კანონმდებლობის გვერდის ავლის შესაძლებლობები, განისაზღვრება გრანტის ცნება, მათ შორის გრანტაც მიიჩნევა ის ფულადი ან მატერიალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე, რაიმე გავლენის მოხდენის წმენით ან განზრახვით და რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ. საქმიანობის აღნიშნული განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში უკვე გვაქვს და ეს არის ამერიკულ კანონში მითითებული ქართულად ნათარგმ ფარაში. შესაბამისად, ის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც გარედან ფინანსდება, უნდა დაექვემდებაროს შესაბამის კონტროლის მექანიზმს. ბევრი ინსინუაცია და ბევრი ტყუილი მოვისმინეთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საკუთარ თავს საერთაშორისო გამჭვირვალობას უწოდებს, მაგრამ რეალურად მასზე გამომჭვირვალე ორგანიზაცია ალბათ ნაკლებად მოიძებნება და ამ გამომჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი გადარეგისტრირდა ზუსტად როგორც მოგახსენეთ ესტონეთში იმ შენობაში, რომელიც ნაკლებად პასუხობს ცნებას, რომელსაც ქვია შენობა და ავრცელებენ მაგალითად ისეთი ტყუილებს, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ საქართველოში თავის ოჯახში ჩარიცხული, საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხმობის გარეშე შეუძლებელია რომ ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სქესამართლობრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ტყუილია, რომ IT სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა მაგალითად წერენ კოდებს და შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, მათ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ. ესეც აბსოლუტური ტყუილია. მათ შორის წერენ ისეთ აბსოლუტურ ნონსენს, როგორც არის ფან-კლუბებთან სხვადასხვა სპორტული კლუბის ფან-კლუბთან დაკავშირებით, თითქოს თუ ფან-კლუბის წევრმა რაიმე შეღავათი მიიღო უცხოური საფეხბურთო კლუბისგან, ესეც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი გახდება. ტყუილი გახლავთ. მაგალითად, მეწარმე სუბიექტისგან თუ მიიღებს რაიმე სამოქალაქო ურთიერთობიდან, სამეწარმეო საქმიანობიდან, ბიზნეს გარიგებიდან გამომდინარე თანხას და თავრობის თანხმობა არ ექნება, ესეც გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. ტყუილია. ყველა ეს ტყუილი ვრცელდება იმავე соусით, როგორც იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ტერმინი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი 2023 წლიდან მოყოლებული. რათა არავინ არ შევიდეს კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში. ქართული ოცნების პოზიციებს არა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს სრულად იზიარებს ოპოზიცია. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას ქვეყანაში უცხოური ფინანსების შემოსვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის შემზღუდავი მექანიზმი, რომელიც ეხება ყველას. ქართული ოცნება კი ამბობს, რომ პირიქით ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაიცავს თავად ქვეყანას და დაიცავს უცხოური ინტერესებისა თუ გავლენებისგან, ასევე უცხოური ფინანსებისგან და აღმოფხრის იმ პრობლემებს, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების არსებობას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში შემოდიოდა უცხოური ფული რევოლუციებისა თუ არეულობების მოსაწყობად. მართლ პარტიაში დღეს თქვეს ისიც, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უცხოური ინტერესების გატარებას ბოლო პერიოდის განმავლობაში და წლების განმავლობაში სწორედ ერთობლივად შეთანხმებულად ცდილობდა. კეთილს ინდისიერ პატიოსან ადამიანებს, მათ შორის აკადემიური სფეროდან ეუბნება, რომ თუ გრანტს აიღებ 6 წლით გაგიშვებ ციხეში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ რეპრესია, ტერორი დააკანონონ და შეუზღუდონ პატიოსან ადამიანებს ამ ქვეყანაში აქტიურობა.
სინამდვილეში კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის საჭიროება, რომელიც მის მიზნებს გააჩნია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ამ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები როგორც ცდილობენ, რომ აუარონ კანონს იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღონ და ეს დაფინანსება მოახმარონ იმ საქმიანობას, რომლის შესახებაც ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებას ამოწურავ ინფორმაცია ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ ცდილობაზე გვექნება დემოკრატიული პასუხი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს გრანტების კანონში ცვლილებების შეტანას და ასევე კიდევ 6 კანონში ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს, როგორც გითხარით, შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით და თავად კანონპროექტის მიზნებზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც უკვე სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, რის შემდეგაც იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მორიგ სიცრუე და დეზინფორმაცია დაფასებს მმართველი გუნდი გელან თბილისშვილის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების იმტკიცებას, რომ ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები ესტონეთში დანგრეულ შენობებში რეგისტრირებული არ არიან. ამ თემაზე ფოტომასალა და დოკუმენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას გამოაქვეყნა. მმართველი გუნდი ყალბუცხოვარ ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომელთაც ევროკავშირი მისგან მართული NGO-ებისთვის კანონის გვერდისავლით ფულის მიწოდებას ცდილობს. ესენი არიან ორგანიზაციები, ვინც წლებია ფინანსდებოდნენ უცხოური დონორებისგან სწორედ იმ დეზინფორმაციისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან და არც ის არის სიცრუე, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი გადარეგისტრირდა სხვა ქვეყნებში და უკვე არა მხოლოდ უცხოური ძალის გავლენას, არამედ თავად უცხოურ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ ამაში სიცრუე არაფერია. რა თქმა უნდა, ყოველთვის მათთვის მტკივნეული არის, როდესაც ისინი გაიშიფრენ და უკვე ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ისინი პირდაპირ უცხოური ძალად გვევლინებიან და იმ მავნებლობებს, რომელსაც აქამდე ქართული NGO-ს სახელით ანხორციელებდნენ, ახლა ამ შემთხვევაში ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებით განახორციელებენ. რაც შეეხება თავად იმ ოფისს, თავისთავად ეს ნამდვილად სიმბოლური იყო, რომ ეს ნანგრევი და ეს რაღაც არასერიოზული ოფიციალური მისამართი იყო რეგისტრირებული ისეთი მავნებლური ორგანიზაციის მისამართად, როგორიც არის საერთაშორისო გამჭვირვალობა. მე მას გამჭვირვალობას ნამდვილად ვერ დავარქმევ, რადგან ეს ორგანიზაცია და მასთან ერთად რეგისტრირებული ყველა ადამიანი თუ ორგანიზაცია ნომერ პირველი არიან, ვინც გამჭვირვალობას ადვოკატირებენ. ამიტომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ვერავინ ვერ უარყოფს ამას. არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აქვს საშუალება დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში. სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან გადაარჩინონ საკუთარი ორგანიზაცია არის ნამდვილი გმირობა. კარგია ბჭყალებში იმისთვის, რომ აღიარეს, რომ დიახ უცხოეთში დარეგისტრირდნენ. ეს ის ხალხია, შევახსენოთ საზოგადოებას, რომელიც თავს იკალავდა იმისთვის, რომ კანონი არ მიიღოთ ისეთი, რომ მე დამერქოს უცხოური აგენტიო. 2-3 წლის წინ ამაზე ამოხდნენ, რომ იტყვიან თავიანთი პოლიტიკური პოზიციებიდან და თქვენს, რომ უცხოური აგენტი რატო უნდა გვერქვასო და ეხლა თავისინებით წავიდნენ და თავისინებით დარეგისტრირდნენ უცხოეთში და პირდაპირ იქაური კანონმდებლობითაც ისინი და მით უმეტეს საქართველოს კანონმდებლობით პრაქტიკულად უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ. და ამავდროულად როცა შენ აღიარებ, რომ ეს დანგრეული შენობა კი არა, უფრო შედარებით ნაკლებად დანგრეულ შენობაში ვარ რეგისტრირებული ბალტიისპირა ქვეყანაში. უკვე ნიშნავს იმას, რომ აღიარებით ჩვენებას იძლევი იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილე ხარ აი ამ შავი ფულის შემოსვლის ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 3-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური ხოლმე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ყობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. პარლამენტში სპეციალური კომისია იქნება, რომელიც ფასების რეგულირებაზე იმუშავებს. დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარადგინა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრია. პრემიერის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. თავდაპირველად აქცენტი იყო სურსათის ფასებზე, თუმცა შემდეგ მანდატი გაფართოვდა და შესწავლის საგანი გახდა მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც. ახლა კი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პარლამენტიდან გვაქვს პირდაპირ ჩართვა
ლევან ფანცხავას ჩართვათ პირდაპირ ეთერში. ლევან, დეტალებს ველოდებით ჩვენგან. დიახ, მას შემდეგ რაც საკითხი სესიაზე გავა და დეპუტატები პროცედურული მიმართულებით იმუშავებენ, უკვე პირველი შეხვედრა ჩაინიშნება ხუთშაბათს, კომისია შეიკრიბება. საუბარია დროებით საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც იმუშავებს ფასების მიმართულებით, კონკრეტულად კი სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასების შემცირების კუთხით. კომისიის მუშაობის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება კომპანიების წარმომადგენლებთან და დეპუტატები სწორედ ბიზნესთან ერთად იმსჯელებენ იმ გზებზე, რომლის შემთხვევაშიც და რომლის შედეგადაც ამ შეხვედრების შედეგად უნდა მოხდეს ფასების შემცირება ქართულ ბაზარზე. კომისია დაკომპლექტდება 14 წევრისგან, აქედან 7 იქნება ოპოზიციონერი, 7 დეპუტატი კი ქართული ოცნებიდან. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერებიც ერთვებიან ამ პროცესში, გახარიას გუნდში თქვეს, რომ ისინი მიიღებენ ყველანაირ კომისიის ფორმატში მუშაობას და ჩაერთვებიან ამ ფორმატში, რადგან მათივე განცხადებით აუცილებელია, რომ ფასები დარეგულირდეს ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ფასების კლება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ გვაქვს და გვექნება ჩვენი მოსაზრებები, წინადადებები, შენიშვნები და შეთავაზებები ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმდენად რთული პროცესია, რომ ჩვენ აქ არა მარტო საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდზე უნდა ვიფიქროთ, არამედ უნდა ვიფიქროთ მოკლევადიან პერიოდზეც, იმიტომ რომ გადაიდგეს ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს და იგრძნოს ეს სოციალური ეფექტი. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის იმის სივრცე, რომ ფასების მნიშვნელოვანი და საგრძნობი დაწევა მოხდეს, ამიტომ ამ პროცესს მიყვებით ბოლომდე უკვე იხსნება საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტის პროაქტიულად ჩაერთვება ამ პროცესში და ეს პროცესი იქნება საჯარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ყოველთვის მუშაობს მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების დარეგულირების მიმართულებით კომისიის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს. ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში კომპანიების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო დროებითი კომისიაც სწორედ მთავრობასთან კოორდინაციით იმუშავებს. მადლობა, ეს იყო ლევან ფანცხავა, ის პარლამენტიდან საუბრობდა. ამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯაბა სამუშიას და სტუდენტების ნაწილის შეხვედრა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ხდომა გაიმართა, სადაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს. პარალელურად მიმდინარეობდა იმ სტუდენტების აქცია, რომლებიც ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი ხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. საუბრობენ უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევაზე, თუმცა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ კონკრეტულად რას აპროტესტებენ, რატომ არის მათთვის მიუღებელი სასწავლო დაწესებულების შერწყმა და გამსხვილება, ასევე ხარისხის გაუმჯობესება არგუმენტებს ვერ ასახელებენ. მე არ უარყოფ პირდაპირ ვიძახი, რომ ჩვენი განათლების სისტემაში არის ბევრი პრობლემა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ იარსებებს, აღარც ლოგო, აღარც სახელი. მას დაერქმება TSO და ჩემთვის არის ეს პრობლემა. თქვენ ხართ TSO სტუდენტი? მე ვარ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, თუმცა TSO-ს ბედი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბედი და ზოგადად ყველა უნივერსიტეტის ბედი ჩემთვის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ შემცირებებიც იქნება. იმის და მიუხედავად, რომ წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემცირებები არ იქნება, ხელფასები გაიზრდება. ხარისხი, რაც არის მოგწონთ უნივერსიტეტში, ანუ ვფიქრობთ, რომ კარგია და რეფორმას არ საჭიროებს? პირადად შემთხვევაში მომწონს, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტის ისე იგივეს ვერ ვიტყვი. რეფორმა საჭირო არის, მაგრამ რა ფორმით იქნება რეფორმა გატარებული და რა შედეგებს მოიტანს, მაგას უფრო გრძელვადიანი გათვლა და ფრთხილი მუშაობა ჭირდება ჩემი აზრით. რა არის პრობლემა? თქვენ პრობლემას რა შეხედავთ? ზოგადი პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე, ახლა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება საერთო განათლების მიზნების მისაღწევად. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივის მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ითქვა ასევე, რომ აუცილებლად შენარჩუნდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო როგორც აკადემიური სექტორი, როგორც სტუდენტები, რომ ეს გაერთიანება პირველ რიგში ითვალისწინებს მათ ინტერესებს და ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას განათლების მიმართულებით და იმ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტების როგორც ისტორიულ მემკვიდრეობის დაცვას, ასევე განვითარებას. არც ერთი პროფესორის, არც ერთი აკადემიური პერსონალის გათავისუფლება თუ ასევე ადმინისტრაციის გათავისუფლება არ მოიაზრება, ეს ემსახურება ერთიან მიდგომას. მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ იმით, რომ ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და ყველაზე გახარებული ალბათ თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ასევე ვფიქრობ ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი ალბათ ყოველთვის საამაყოა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი უნივერსიტეტი ამ გაერთიანების შედეგად არ დაკარგავს საკუთარ თავს. ტექნიკური მიმართულება იქნება თესეუს ერთ-ერთი საკვანძო ასე ვთქვათ კომპონენტი და რა თქმა უნდა ყველა ის კარგი ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ასლეულის მანძილზე, იქნება სრულად გადმოღებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა ბესელიაშვილის რატი მილორავას დაკავების კადრები. პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მილორავა სამართალდამცველებს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ ეკა ბესელიაშვილია. რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით 2 დღის წინ დააკავეს, მას ჯარიმა და 5 დღიანი პატიმრობა შეფერდა. შვილი ვარ ბესელია შენი ნუ კაი კაი მოიცადე ნელა აი სიო სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე დააკავეს. ამოღებულია მათ შორის 979 აბი MDMA და პრეგაბალინის შემცველი 47 კაფსულა. წერილს ავრცელებს ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აკრიტიკებს და მის როლზე საუბრობს. თulis რომ ტრამპი უფრო ომის ინიციატორ ლიდერად იკვეთება, ვიდრე ფიგურად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს. ზაზა შათირიშვილი წერს, რომ ტრამპი მიუხედავად მისი სამშვიდობო რიტორიკისა, რეალურად deep state-ის დავალებებს ასრულებს და მისი ნაბიჯები არა მშვიდობის ნაპყარებისკენ, არამედ კონფლიქტების გაღუვებისა და შენარჩუნებისკენ არის მიმართული, რაც სწორედ ამ ძალების ინტერესებშია. ფილოსოფოსი კონფლიქტებს მიმოიხილავს და რამდენიმე მაგალითი მოხავს. წერილის ბოლოს ავტორი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებას პირდაპირ უთხრას სიმართლე მოსალოდნელი გლობალური საფრთხეების შესახებ. ჩვენი მეზობლების სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითით დავიწყოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, ომი ფაქტობრივად დასრულდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი. შემდგომ ამისა ლოკალური შეტაკებები თუ ესკალაციები, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში, ომად კი არა, ცალკეულ სამხედრო ოპერაციებად და ინციდენტებად მიიჩნევა. შესაბამისად, ცხადია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დონალდ ტრამპს არ დაუსრულებია და მისგან ამ დამსახურების საკუთარ თავზე მიწერა ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ცხადია, რომ ამ პროცესში მისი ჩართულობა სულ სხვა მოტივებითა და მიზნებით არის ნაკარნახები. რუსეთ-უკრაინის ომი. დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად მეტი დროც გავიდა. თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ deep state-ის ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც deep state-ის დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს. რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა არაერთხელ სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და
და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის სამშვიდობო საბჭოს შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა. შეუძლებელია არ ვახსენოთ დონალდ ტრამპის როლი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში, ქრისტიანი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესში, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ისინი უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა. გამაოგნებელია ის, თუ როგორ იმოქმედა დემოკრატიის შუქურად მონათლულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უშუალოდ დონალდ ტრამპმა ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის პრინციპების სრული უგულებელყოფით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის სჭირდება, ქვეყანა ფაქტობრივად დაიპყრო და არც იმას მალავს, რომ ვენესუელას თავად მართავს. Deep State-ის დავალებით დონალდ ტრამპი არც ყოფილ მოკავშირეებს და პარტნიორებს ინდობს და გრენლანდიის გადაცემას ევროპისგან ხელაღებით მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დაპყრობით იმუქრება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის, როგორც მშვიდობის მტრედის მტაცებლურ ბუნებას. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინაწერილშიც აღვნიშნე, ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი. უკიდურესი დაძაბულობა ირანში დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებით სავარაუდოდ უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაციები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად ხისტ, უხეშ ზალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა ვიდრე მშვიდობის მტრედი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულირების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლება, უმეცრება ძალა. ამ ფორმულირების გათვალისწინებით აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც რომ მშვიდობის მტრედია, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაგვარია. მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულირებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია. ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას. ფაქტია, რომ მან სრულიად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი. ფაქტია, რომ მან და მის უკანმდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად. წერილის ბოლოს მინდა მცირე შეჯამება გავაკეთო. ილუზორულად გვაჩვენებენ თითქოს უკრაინა და რუსეთი რაღაც სამშვიდობო გეგმისკენ მიდიან და თითქოს ტრამპს ამაში დიდი წვლილი აქვს. ისმის კითხვა თუ რაში სჭირდება ეს მორიგი აფერა Deep State-ს. ოჯახები დროის მოგებას ცდილობენ, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ. იქამდე კი პროცესიდან ამერიკის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული. ფაქტი ერთია, იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, იმდენად კარგი ილუზია შექმნეს თითქოს და ბუნებრივი დაპირისპირების, მადა გაეზარდათ და ახლა ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას. ოღონდ როგორც ვთქვი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გვერდზე გაწევენ და სრულად ჩამოაშორებენ ფორმალურ პასუხისმგებლობებს. ამ ფონზე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას. ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ, კარგად იციან ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებმა. ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებს დაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც მაღალი ალბათობით ჩვენს გარშემო შეიძლება დატრიალდეს. ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ, ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება. ზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით.
სამეგრელოს უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის არის როგორც საგარეო, ისე საშინაო და ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები. საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. რეგიონების კურატორების ფუნქცია კი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებმა უნდა შეასრულონ. მათი მოსაზრებით ასევე უნდა გაუქმდეს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული სამეთვალყურეო საბჭოები. უხუცესთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია და ზურაბ ჩხაიძე არიან, ფიქრობენ, რომ აუცილებელია დიალოგი რუსეთთან. მიგვაჩნია, რომ შევთავაზოთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს და გადაწყვიტოს აფხაზეთის მონაკვეთის გავლით საქართველოს რუსეთის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის აღდგენა. ამ საკითხის პოლიტიზირება საქართველოს მტრების მიერ არის პროვოცირებული და პირველ რიგში აზიანებს საქართველოს მოსახლეობას. მიგვაჩნია, რომ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის რეალიზაცია უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. აქ არის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას უნდა გადავცეთ და მოусმინოს. დანარჩენი გადასაწყვეტია ხელისუფლების რა და როგორ. მაგრამ ის რაც აქ არის, ეს არის როგორც სარეკომენდაციო და მოსასმენად. დანარჩენი ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი შეეხება, მაგრამ ჩვენ ავიღეთ ის ნაწილი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის მინისტრმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა. სოფელ გეგუჩი გაიხსნა 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პარალელურად დაწყებულია სარაგბო და საფეხბურთო სტადიონების პროექტირება. მნიშვნელოვანი არის, რომ ორი ახალი ბაღი უკვე შევიდა და დაიწყო ფუნქციონირება და ბავშვები უკვე არიან დადიან ამ ბაღში და მშობლებს აქვთ საშუალება, რომ ამ სერვისით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია ასევე ის იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით აწარმოებს საქართველოში. წყალტუბოში იწყება ერთი დიდი ტრიბუნიანი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა და ასევე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო. აღნიშნული ინფრასტრუქტურა სპორტული ზოგადად ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტული, ასე ვთქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, უშუალოდ ეს სტადიონი საერთაშორისო თამაშებს, ასე ვთქვა, მიიღებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად უკვე 8 სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტირება მშენებლობა, რაც საერთოდ შეცვლის საფეხბურთო სტანდარტს, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით. იმერეთის რეგიონში, კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დღეს მოვინახულეთ სრულიად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი, სადაც მოსწავლეები და პატარები სწავლას აგრძელებენ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმერეთის მასშტაბით. განათლების მინისტრი იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია. გივი მიქარანძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს. მხარებმა ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების გეგმები განიხილეს, რომელიც უახლოეს თვეებში გახსნება. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა ის კონკრეტული ასპექტები, რომელიც ქართველოლოგიის ცენტრის განვითარებას და დაფუძნებას ეხება და მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც უნივერსიტეტის რექტორისა და ხელმძღვანელობის, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მხრიდან ყველა წინამოსამზადებელი სამუშაოს საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება, რომ მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში გავხსნათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი. ჩურის მონასტრის საქმიანობის შემდეგ იმ 5 წლიანი წვეტილობის შემდეგ ხდება აღორძინება ქართული ინტელექტუალური აზრისა, რასაც დღეს ებრაული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ. დღეს სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებათ 6 დღეებით.